მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს არხზე, მაგიური სამყარო. მინდა დავიწყო მადლიერებით, დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ვიდეოს ყურების საფასურად რიცხავს ჩემთან თანხას, ძალიან დიდი მადლობა. ასევე მინდა მოგმართოთ თხოვნით, რომ პირველად ძალიან გთხოვთ, დაალაიქოთ ჩემი ვიდეოები. ანუ რასაც უყურებთ, აი რომ წერთ ძალიან დიდი მადლობა ასე შემდეგ, უბრალოდ დაალაიქეთ მეგობრებო და გამოიწერეთ. თუ გამოწერა გეზარებათ და ერთხელ ხელის დაჭერა, დაალაიქეთ მაინც მეგობრებო, იმიტომ რომ YouTube-ის სხვა ადამიანებსაც ჩაუგდებს რეკომენდაციაში ჩემს ვიდეოებს და როგორც თქვენ ხართ კმაყოფილი, ისე სხვა ბედნიერი ადამიანი იქნება. უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ სირცხვილია, რომ მაგალითად 800, 1000, თუ 20,000, 15,000, 40,000 ადამიანი უყურებს ვიდეოს და 20 ლაიქი. მეგობრებო, მართლა სირცხვილია, აი ძალიან სირცხვილია. ხელის დაჭერა ლაიქზე, მეგობრებო, ძალიან ადვილია. ეს ლაიქი თქვენი არც ჩანს, არც არაფერი. და ჩემთვის ძალიან კარგია, იმიტომ რომ YouTube მომცემს მეტ мотивაციას, რომ გადავიღო მეტი ვიდეო და ჩაგიწეროთ. თქვენ ხედავთ ჩვენს წინ ცვილის ფიგურები, რომლებიც საკმაოდ ისეთი ძვირიანი ფიგურა, რომელიც იწვება ქალი და მამაკაცის ჩახუტებული ვიდეო, უკაცრავად ფიგურა. მინდა ვთქვა, სანამ ლოცვას გავაკეთებდე და გასწავლიდეთ სხვადასხვა, ესე ვთქვათ, რატომ გშორდებათ მამაკაცი ან პირიქით ქალბატონი. ხშირად ადამიანი თავისი ბედისათვის არ არის მზად. ან ხშირად ადამიანი უნდა რომ დაიმსახუროს იმაზე 100-ჯერ მეტი, ვიდრე იმსახურებს. მაგალითად ზოგისაგან გაგვიგია, რომ აი რათ უნდოდა ამას საერთოდ არ იმსახურებდა და ისე დაეცა კოზირი თავზე, ან ისე ქმარი შეხვდა, ან ისე არა მეგობრებო, თქვენ რა იცით? თქვენ მის გულში და სულში იჯექით? თქვენ იცით ის რაზე ფიქრობდა? აი ხშირად ქალბატონები წუწუნებენ უბედობაზე, კი? თუ შეიძლება ადამიანს წყელა ჰქონდეს სასიკვდილო, ჯადო ჰქონდეს სასიკვდილო, 1000 რამე ხო ქალმა ქალს გაუკეთო ის. ეს სხვა საკითხია მეგობრებო, ეს სხვა საკითხია. მე არ ვიძახი გამოვრიცხავ ჯადოებს და ნეკრომაგიებს და ასე შემდეგ, რომელსაც ყველა მეორე ქალი უკეთებს უკვე საქართველოში ერთმანეთს. არა მარტო ქალი, არამედ კაცი და ბავშვები, ეს ყოველდღე გასაკვირია. მე არ მეგონა თუ 14, 15 და 16 წლის ბავშვები Oh my god, გაკურებული ვარ მართლაც. ნეკრომაგიას უკეთებდნენ თავისი შეყვარებულების გამო. მე შოკში ვარ მეგობრებო, მე 18 წლამდე ადამიანებს არ ვიღებ. უბრალოდ ვიცი და მაქვს ინფორმაცია, რომ ესე ხდება და მართლა შოკირებული ვარ. მაგრამ რა შეეხლა საქმე? ხშირად ქალბატონები იძახიან, რომ აი ესეთი კაცი მინდა, ესეთი ბედი მინდა, ესეთი ბედი მინდა და არ არიან ეს ადამიანები ამისათვის მზად. არაფერს არ აკეთებენ იმისათვის, რომ განვითარდნენ. განვითარება არ არის მარტო წიგნის ხელში აღება, თუმცა ძალიან კარგია წიგნის ხელში აღება და სხვადასხვა წაკითხვა და გონებრივად განვითარება. მაგრამ განვითარება სულიერი განვითარება, წმენდა არის სულ სხვა რამ. აი ჩემი წმენდები, ხო, მაგალითად რასაც აკეთებს. როდესაც თქვენ წახვალთ ან ინდოეთში, მექსიკაში, ყველაფერი, ქვეყანა არ არსებობს, ხო, რომელიც მაგიით არის დაკავებული, პირველი რითი იწყება თქვენი განვითარება და კარგად ყოფნა? წმენდით. ხო? რატომ არის ჩემი წმენდა არ არის უბრალოდ, ვაიმე გაგწმინდე და ეს რაღაცა მოგაყარეს ანთელი და всё, ეხა შემოიტარე და всё არა. ჩემი წმენდა არის, რომელიც ადამიანს გულს, სულს ცვლის, ვუკეთებთ სილამაზის რიტუალს, ვუკეთებ ბარაქის რიტუალს, რომ ადამიანი ახშენდეს და
ასევე ბევრ რჩევადარიგებებს ვაძლევ, რასაც ადამიანი ფსიქოლოგიურად დაეხმარება. ეს არიან ბერები, ეს არიან ყველგან აბსოლუტურად სხვადასხვა მთებზე ბერები, ხო? ყველა ქვეყანაში ტიბეტი იქნება ეს, საქართველო იქნება ეს, თუ მნიშვნელობა არ აქვს, ხო, მეგობრებო? მაგრამ სულიერი გაწმენდა და წმენდის გაკეთება რომ მნიშვნელოვანია, ამას ორი აზრი არ აქვს. მინიმუმ თქვენ მანამდე ვეღაცა კაცი ხო გეყოლებოდათ, ან ვეღაც ქალი ხო გეყოლებოდათ. ერთ ურთიერთობაში ხართ, ორ ურთიერთობაში ხართ, დაბინძურებული ხართ, ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მით უმეტეს თუ სექსუალური ურთიერთობა კაცთან გქონდათ 6-7 წელი თქვენი საშვილოსნოდან ეს როგორ ვთქვა, ტოქსიური, თუ ის ტოქსიური კაცი იყო, ის ტოქსიური ნაგავი არ გადის. მე ამაზე ადრეც ვისაუბრეთ, თუ მამაკაცისთვის მშობა არ აქვს ასქალთან ივლის, მაგრამ ქალებში 6-7 წელი არ გადის. ამიტომ ჩვენ უფრო იმაზე ხშირად გვჭირდება წმენდა, ვიდრე წარმოგვიდგენია. მე ქალბატონები ზოგჯერ ხა ჩემთან რომ მოდიან, ყველას ჯადო ხო არა აქვს მეგობრებო, ყველას ხო არა ეტყვი რომ ჯადო აქვს, არა აქვს და ნუ რა, ხანდახან უკვირთ ხოლმე რომ თქვენ ჯადო არა გაქვთ, უი მართლა, ეჭვის თვალით მიყურებენ. ადამიანს სჭირდება მაგ დროს მხოლოდ წმენდა. წმენდა გაძლევთ ტვინის სიმსუბუქეს, ცხოვრების გზების გაწმენდას და თქვენი როგორ თქვა ქართულად, თქვენი მიზნების დასახვას. ანუ აქამდე თუ შაუბნელ გარემოში ცხოვრობდით, ეხლა აღარ ცხოვრობთ ესე და უკვე მიზნები გაქვთ, გეგმები გაქვთ, სად უნდა წახვიდეთ, რა როგორ უნდა გააკეთოთ. და აქამდე ამოჩემებული ყავდათ ვეღაცა თამაზი და 24 საათი ფიქრობდით მაგ კაცზე. მაგრამ უყურეთ, თქვენ თუ გინდათ ვეღაცა ძალიან კარგი, მდიდარი, წარმატებული ადამიანი, მდიდარ წარმატებულ ადამიანს უნდა თავისი წრის ადამიანი. ხშირ შემთხვევაში, ხო? უყურეთ, თქვენ დაკავდით პროფესიით. პროფესიით გამოიმუშავეთ რაიმე ფული. რაიმე ფულით შენ მიდიხარ გოლფის შეკრებაზე, ჩოგბურთის შეკრებაზე, ნებისმიერ რაღაცის შეკრებაზე საქართველოში რაც არის, ხო? გაიცნო კარგ ადამიანებს და ის არა რომ შეხვიდე კლუბში და ბარში და დალიო და ვიღაცა მოვა და გაგიცეკვება. ეს არ არის მეგობრებო ცხოვრება. წახვიდე ბიბლიოთეკაში, წახვიდე სად, ხო? ქალაქს გააჩინა რომ მსოფლიოს ქვეყანაში ბრძანდებით, ხო? ამიტომ მარტო ჯადო არ არის, წმენდას იმისთვის ვაკეთებ მე ყოველთვის. ჯადოც რომ არ გქონდეთ თქვენ, წმენდა აუცილებლად წელიწადში ერთხელ მაინც გჭირდებათ, იმიტომ რომ დაბინძურებული ტვინი, დაბინძურებული აურა და მე პრეტენზია გაქვთ, რომ ნერვები არა, ესე ვთქვათ, მამაკაცთან ვერ ახერხებთ ურთიერთობას, ალაგებთ ურთიერთობას. რა თქმა უნდა, ნერვები არ გეყოფათ. მით უმეტეს თუ ცუდ სამსახურში მუშაობ, ეს ცუდი სამსახური გაწყვიტავს ნერვებს. მე შენ ნერვებს გაწყვიტავს, გიფუჩდება ჯანმრთელობა რო გიფუჩდება სექსუალური ურთიერთობები ადამიანს და ქალს მით უმეტეს აღარ უნდა. და აი როგორ გიხარ ბუკეტი პრობლემებისა, ხო? ამიტომ თუ ადამიანს ჯადო არ აქვს, თუ ადამიანს არაფერი არ აქვს ხოლმე ჩემთან, მოდის აუცილებლად იკეთებს წმენდის რიტუალს. წმენდის რიტუალს ვეძახი გამოღვიძებას, დაბადებას თავიდან. ხო, იმიტომაც ჩემ მარათონს ქვია დაიბადე თავიდან, ხო? იღვიძებენ ეს ადამიანები და თავიანთ მე მეუბნებიან აი კაცის მის მაგათ აი მოდი ქალბატონს ვიფრო ბარაკა გაგვიკეთე, მოდით მგლისკბილი გაგვიკეთეთ, მოდი, ანუ აი ამ გზებს რომ გაივლით თქვენ, მაგალითად პროფესია შეიძეთ, ძალიან ადვილია ეხლა, ხო? რაღაცას გააკეთებთ, პარალელურად შესაბამისი კაცი გამოგიჩნდებათ. უკაცრავად და თქვენ ეხლა რომ სადღაცა წახვალთ, სიტყვაზე ვიზახი, უკაცრავად, მაგრამ ორღობეში როგორ შეიძლება რომ აი როგორ ცუდი სიტყვა არის ორღობე, აი როგორ თქვა. რაღაცა მივარდნილი ადგილზეც შეიძლება ადამიანი მოგზაურობდეს და ექსკურსიას აკეთებდეს და გამოჩნდეს, მაგრამ გულისხმობ აი ცუდ ადგილზე ჭაობშიო ჩახვიდეთ, ჭაობში როგორ შეიძლება რომ კარგი ადამიანი შეგხვდეთ, ისიც ჩაძირული იქნება თქვენნაირი, ხო? ამიტომ წმენდას განსაკუთრებით იმაზე მეტ მნიშვნელობას ვანიჭებ, მეგობრებო, მე იმაზე მეტ მნიშვნელობას ვანიჭებ,
ვიდრე ადამიანები ანიჭებენ ამას, იმიტომ რომ განვითარებისათვის, წინსვლისათვის, გზების გახსნისათვის, აი მამაკაცთან ურთიერთობა გერევათ, ამასთან გერევათ, ვერ ხვდებით რატო, საყვარელი გაიჭეთ, თქვენ რა გონიათ უკაცრავად, მაგრამ თქვენ ერთადერთი ქალი ხართ, ან კაცი ხართ დედამიწაზე? არა მეგობრებო, ერთადერთი არა ხართ. თქვენზე მხიარულიც არსებობს, თქვენზე კარგი აურის არსებობს, თქვენ რომ კაც ვიცი მე ქალბატონები ყველასთან ბოდიში დღეში 30 ჯერ ურეკავენ მამაკაცს. ეს ამას მამაკაცი ვერ აიტანს მეგობრებო. ეს ნიშნავს რომ საკუთარი თავი არა გაქვთ შესაბამის დონეზე დაყენებული, დრო გაქვთ ძალიან ბევრი, საკუთარ თავში ეჭიგეპარებათ რომ თქვენ გიღალატებენ, თქვენი მიზნები არა გაქვთ სწორად. მე ახლა სად მცალია იმისათვის რომ ვიფიქროთ ჩემი ქმარი მიღალატებს თუ არა. სულ ბოდიში და სულ არ მაინტერესებს. სულ არ მაინტერესებს. თავში რაც უნდა უქნია. იმიტომ რომ მე ჩემი საქმე მაქვს, მე ჩემი ცხოვრება მაქვს, მე ჩემი ყველაფერი მაქვს. ხო? და ის მე როდესაც თქვენ აღარაფერს აღარ გიშინიათ, გიღალატებს კი არა, მუხლებსაც დაგიკოცნით და საღამოს რომმა მუხლებსაც დაგიკოცნით. ხვდებით ხომ რასაც იზახი? ანუ თვითკმარი როდესაც ბრძანდებით, თქვენ არაფერი არ გეშველებათ. ანუ როგორ ბოდიში ქართულისათვის არაფერი არ ხელი შეგეშლებათ, ხვდებით ხომ? ეხლა რაც შეეხება ამ რიტუალს ფოტოშურს ძალიან ლამაზად ჩაიწვა ჩემი ძვირფასი სანთელი. თავები მოეჭრათ. მინდა რომ ერთი ძალიან კარგი ლოცვა გაგიკეთოთ თქვენ და ამას კვერცხი არ სჭირდება. ხშირად იცით თქვენ მამაკაცის მოbrunების რიტუალს მე კვერცხით გიკეთებთ ხოლმე, იმიტომ რომ ახლა YouTube-ის სხვანაირად ვერ აიტანს ხო, ესე თქვათ გადაღებას. ამ ლოცვას არ სჭირდება არანაირი კვერცხი და არანაირი სანთელი. მოდუნდით მეგობრებო, მოდუნდით, დაჯექით, კარგად. მოეშვით სრულიად, გინდაც დაჯექით, გინდაც დაწექით. სანთელი ჩვენ გვაქვს. მამაკაცი არის ჩახუტებული ქალბატონს, ხელები შემოხვეული აქვს. პირისპირ დგანან ერთმანეთთან, შიშვლები, ხო, სხეული ყველაფერი შეერთებული და დახუჭეთ თვალები, წარმოიდგინეთ თქვენი პარტნიორი პირისპირ რომ დგას თქვენთან, როგორ ფორმაშიც გინდა ეგ უკვე თქვენ ფანტაზიებზეა მეგობრებო. ესე პირისპირო დგახართ ერთმანეთთან, აი ცხვირები ლამის მიდებული, წარმოიდგინეთ, დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ რომ ზეციდან ეშვება თეთრი სანთელი, ერთი, ორი, სამი, თეთრი სანთელი არა მეგობრებო, თეთრი ალი ჩამოდის თქვენს სხეულში, თავში, რომელსაც სიყვარულით გივსებთ, ჩამოდის თქვენ გულში, რომელსაც ასევე სიყვარულით გივსებთ, ჩამოდის თქვენ წელზე, რომელსაც თქვენ მამაკაც ხელები აქვს უზომოდ მჭიდროდ შემოხვეული, როგორც ამ სანთელზე, ჩამოდის თქვენ მუხლებში, ჩამოდის თქვენ ფეხებში და ისეთ სიცხეს გამოყოფს, რომ გაერთებთ ერთმანეთს. ვერასოდეს და ესე იყოს, რომ ვერაფერმა დედამიწაზე თქვენი სხეულები არასოდეს არ გაყაროს გვერდზე.
როგორც ეს სანთლები არის მიერთებული ერთმანეთზე და იწვება ულამაზეს ცეცხლის ალში, ისე შეერთდეს თქვენი სხეულები, ვინც არ ხართ შეერთებული. როგორც ამათი თავები დაიწვა და შეერთდა ერთმანეთთან, ისე შეერთდეს თქვენი თავი, გონება, სხეული, გული. და იყოს ასე. ამინ. და იყოს ასე. ამინ. და იყოს ასე. ამინ. მეგობრებო, ლოცა, რომელიც მე სამჯერ ძალიან ჩუმად გავიმეორე, არის ძალიან ძლიერი. თქვენ ვერც კი წარმოგიდგენიათ. სასურველია ვიდეო გააკეთოთ დილას ადრე და საღამოს ძილის წინ ყურსასმენებში. დღეში რამდენჯერ მევუყუროთ 16 დღის განმავლობაში. იფიქროთ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი ისეთივე სუფთაა, როგორც თქვენ. თუ რამე ჯადო აქვს გაწმენდილი ყველანაირი ჯადოსაგან და თქვენი სხეულები და გონება ისე ერთდება, როგორც გინდათ, რომ თქვენ შეერთდეს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ვიდეოები არის ზოგადი, მეგობრებო. ზოგს ნეკრომაგია აქვს, ზოგს სასიკვდილო ჯადო, ზოგს რაიმე ძალიან ბევრი, ამიტომ ყველა ადამიანზე რა თქმა უნდა, რომ არ იმუშავებს, თუმცა ჩემი ვიდეოები იმდენად ძლიერია, რომ ძალიან გულით, სულით, გრძნობებით წერ, ამიტომ თქვენ და მე ვაგზავნი იმ vibes, რაც საჭიროა, რომ თქვენთან მე გადმოგზავნო. მე მინდა გაფრთხილების ხაზით, ბოდიშ ჩემი ქართულისათვის გაფრთხილების სახით გითხრათ, რომ საოცარი სისწრაფით დაიწყო საქართველოში კიდევ უფრო მეტად, რაც ადრე იყო, მე ესეთი რამე არ ვიცი, ნეკრომაგიების გაკეთება და ვირის ტვინის მოქმედებებმა და ქართულად როგორ თქვა, ვირის ტვინის გამოყენებამ ყოველგვარ კაცებში, ყოველგვარ ჩემს გაკვირვებას გადააჭარბა. ეს იყო, როგორ გითხრათ, ძალიან ადრე, კი, ეხლაც მხვდება ხოლმე მაგალითად თვეში ერთხელ, ორ თვეში ერთხელ, თვეში ორჯერ, სამ თვეში ერთხელ ვირის ტვინი, უფრო ხშირია ნეკრომაგია. მაგრამ ბოლო დროს ოჯახიდან კაცების წაყვანამ, კაცების არევამ, უცებ კაცები ვერ იტანენ ქალებს, ეზიზღებათ, ეიფორიაში არიან. ვირის ტვინის გამოყენებამ საქართველოში ყოველგვარ მოლოდინებს გადააჭარბა. რაც ძალიან მაგვირვებს. ასევე არასრულწლოვანი ბავშვები, როგორც ვიცი მე, საკმაოდ მდიდარ კაცებს, თუ 17-18 წლის დაახლოებით, ეს 16-17 წლის კაცების გოგონები, საკმაოდ მდიდარ კაცებს უკეთებენ ჯადოებს, უნდათ რომ ცოლს დააშორონ, ცოლს უკეთებენ ჯადოებს, ვერ წარმოგიდგენიათ, მეგობრებო. ამიტომ გაფრთხილდით. დაცვა არის აუცილებელი. სრომანგელოზი იყოთ და იფიქროთ, რომ მე ვერავინ ვერ შემეხება, დიახ, თქვენ შეგეხებიან, იმიტომ რომ ვისაც ვისგანაც არ ელით, ზუსტად ისეთ ადამიანი გაგიკეთებთ ჯადოს. ჩემთან კონსულტაციაზე ჩასაწერად უნდა მოვმართოთ WhatsApp-ზე +1 718 506 28 24. გიპასუხებთ ამერიკის დროით.
ჩემთან ისტორიის მოყოლას აზრი არ აქვს, მეგობრებო, იმიტომ რომ მე მაგის დრო არ მაქვს, ამიტომ მოგდით მესიჯი ბოტის მიერ. ეძალებით კონსულტაციაზე, გზავნით ქვითარ, ჩემთან მიღება ღირს $100 და გიპასუხებთ მხოლოდ ქვითრის ჩაგდების მერე, იმიტომ რომ თქვენ რა სიტუაცია გაქვთ, ეს მე არ უნდა ამიხსნათ, მე ამას თავად გეტყვით და ამის ახსნაში სამწუხაროდ მე დროს ვერ დავკარგავ, მეგობრებო. იმიტომ რომ ფოტოების ნახვის გარეშე ჩვენ საუბარს აზრი არ აქვს. კითხვა იყო დღეს კლიენტმა დამის, რომ საქართველოში მცხოვრებისთვისაც იგივე თანხა. ჩემთვის ადამიანები არის ყველა ერთი. მნიშვნელობა არ აქვს, საქართველოში ცხოვრობს აფრიკაში თუ აზიაში. იმიტომ რომ ყველგან მთელ მსოფლიოში ზოგადად რიტუალებზე მასალები ღირს $100-დან და ზემოთ 1 გრამი. თითოეულ რიტუალს მინიმუმ 7-8 გრამიდან იწყება მასალები. ამიტომ ვინც თქვენ გეუბნებათ, რომ 500 ლარად მოგიგვარებთ ჯადოს, ეს არის სიცრუე. იმიტომ რომ მაგიის ბაზარზე მაგიის გრამი სუფთა გრამი, რაც იწყება $100-დან და ზევით. ამიტომ მეგობრებო, არავინ მოგატყუოთ. არავინ მოგატყუოთ. წარმატებებს გისურვებთ, ბედნიერებას გისურვებთ, სიხარულს გისურვებთ და ყველაფერს საუკეთესოს. და იყოს ასე. ამინ.